ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა სახალხო რევოლუციით და წავიდა არჩევნების წაგებით. მეტი არაფერი ამათზე რო არ მოუყვეთ. განა არ ვაღიარებ, რომ ბევრი რაღაცები ცუდად ქნეს. მაგრამ მეტი არაფერი რო არ თქვათ, ეს გეუბნებათ, რომ ესა იყო ძალა, რომელიც საბოლოო და გადამწყვეტ მომენტში ფუნდამენტურად ლოიალური იყო ხალხის სუვერენიტეტის და ერის სახელმწიფოს იდეის და დემოკრატიისაც, ხო, იმიტომ რომ არჩევნებით არ მიდის ქოცისნაირი გარყვნილი ძალა. ეხლა ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა მასობრივი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტით, არ მიდის და თავის მოღვაწეობის განმავლობაში მისი ამოცანა იყო, რომ ხალხს, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ გულადიერია, ეთქვა, რომ შენ შიშარა ჩმორი მსხვერპლი ხარ და ჩუმად იყავი, არანაირი ცივილიზაციის ნაწილი შენ არ ახარ და არ უნდა იყოს. შენ ახარ პროვინცია, რომელიც ჩუმად უნდა იჯდე და რუსმა გმართოს და გვითხრა, რომ გმირი ის არ არის, ვინც სამშობლოსთვის თავს წირავს და საერთოდ დაივიწყეთ გმირის ცნება. და ჯანდაბას, აგერ სპორტულ მოედანს მოგიგდებთ, თუ გინდათ ეგ თქვენი დროშა იქ აფრიალეთ. დავით აღმაშენებლის დროშა.